ბათუმის შუქურასთან ახლოს ღამის კლუბი შენდება. ეს არის ყოვლადაუშვებელი ხელს შეუშლის ნაოსნობის უსაფრთხოებას. ასეთი შეფასებები მოყვა უკვე ახალმშენებლობას მეზღვაურებისგან. საზღვაო კოდექსის მიხედვით მშენებლობის ნებართვას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ჰიდროგრაფიული სამსახური და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს. ექმნება თუ არა საფრთხე პორტში შემომავალ გემებს და დაირღვა თუ არა კანონი. ნახეთ სოფო ჟღენტის რეპორტაჟში. ეს ბათუმის შუქურა ის 1882 წელს არის აშენებული. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ძალიან ძველია, მას სტრატეგიული ობიექტი საზღვაო ქალაქში არ დაუკარგავს. შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ მშენებლობა წამოიწყოთ, მკაცრია რეგულაციები. ამისთვის გჭირდება სპეციალური ნებართვის აღება. იმ უწყებებს, რომლებმაც საზღვაო შუქურასთან მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა უნდა გასცეს, საზღვაო კოდექსით რეგულირდება. კოდექსის მე-11 მუხლში მითითებულია, რომ მშენებლობაზე ნებართვის გაცემა ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის უწყებას, ჰიდროგრაფიულ სამსახურს და საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს ევალება. კანონმდებლობის მიუხედავად მშენებლობაზე ნებართვები გაცემული არ არის. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან კონკრეტული სამშენებლო სამუშაოები არ შეთანხმებულა. ამიტომ მე ვერ გავაკეთებ კომენტარს სხვა სამსახურებზე, რადგანაც ინფორმაციას არ ვფლობ ამ ეტაპზე. ჩემთვის რამდენადაც დღეს ცნობილი არის და მე მქონდა უშუალოდ სატელეფონო საუბარი საქართველოს ჰიდროგრაფიის სამსახურის უფროსთან. მიმდინარეობს საექსპერტიზო მოკვლევა. კონკრეტულად საქართველოს ჰიდროგრაფიის სამსახური იკვლევს თუ რამდენად ახდენს და რამდენად მოახდენს ზეგავლენას მიმდინარე მშენებლობა შუქურის ფუნქციონირებაზე. უდაო არის და ამაზე არ შეიძლება კამათი, რომ შუქურის ფუნქციონირებას ხელი არ უნდა შეეშალოს. ნებართვა მშენებლობაზე არც ჰიდროგრაფიულ სამსახურს გაუწია. მიუხედავად იმისა, რომ უწყებას დებულებაში უწერია, რომ ვალდებულება აქვთ აკონტროლონ შუქურის მიმდებარე ტერიტორია და იმოქმედონ საქართველოს საზღვაო კოდექსის მიხედვით. უწყების ხელმძღვანელმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ერთადერთი უწყება, რომელმაც მშენებლობის ნებართვა გასცა, ისიც მხოლოდ შენობის არქიტექტურული კუთხით ბათუმის მერია. მერიაში ამბობენ, რომ მათთვის საზღვაო კოდექსის რეგულაციები უცნობია. ამტკიცებენ, რომ ნებართვა კანონის დაცვით გასცეს და სხვა რეგულაციები თავად მფლობელს უნდა სცოდნოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მერიას გააჩნია მხოლოდ ის ვალდებულება, რომ სავალდებულო დაცვისათვის საკითხი გადაიგზავნა საქართველოს საგზაო დეპარტამენტისათვის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. კანონი დარღვეული არის თუ არა, ასეთ სახაშეფაზებას რომ მივიცემ, არ ვიცი ჩვენ დარღვეული არის თუ არა, თუნდაც შუქურის გამართულ ფუნქციონირებას ხელი შეეშლება თუ არ შეეშლება. ობიექტის მეპატრონეები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბარში კი განმარტავენ, რომ ყველა ტიპის ნებართვა აქვთ აღებული და მშენებლობა კანონიერია. უფრამოცილი ახლა გითხრათ ყველაფერი და არ ვიცი. ახლა ხარ წარმოადგენთ ამ კომპანიამ ეს. არა, ახლობელის არის ეს კომპანია. და რა ახლობენ, თქვენ საიდან მაშინ დადასტურებით, რომ ყველაფერი წესრიგშია? წესრიგშია, იმიტომ რომ შენ ვიცით, კალბატონო, ახლა რატომ იმაშა დეზინფორმაცია ამ დროებით კონსტრუქციაში 7 წლის განმავლობაში ღამის კლუბი იფუნქციონირებს სპეციფიური განათებებითა და ლაზერებით. შუქურიდან რამდენიმე მეტრში ობიექტის მშენებლობას საზღვაო სანაოსნო სფეროში დასაქმებულების მწვავე შეფასებები მოყვა. შორეული ნაოსნობის კაპიტანმა განცხადება Facebook-ის გვერდზე გააკეთა. ბათუმის მთავარი მაიაკის შუქურის წინ ეხლახან ააშენეს რაღაც საზაფხულო კაფე რესტორანი. ალბათ მალე გაანათებენ ფერებში, რაც არის ნონსენსი და ყოვლად დაუშვებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ გემებს ხვიდან არ ექნებათ საშუალება კონკრეტული რაღაც კუთხით აიღონ ორიენტირი, ეგრეთ წოდებული პელენგი. ეს ასევე ხელს შეუშლის ნაოსნობის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ღამის საათებში. თანამედროვე ნავიგაციის სისტემის განვითარების მიუხედავად, გემის კაპიტნები ამბობენ, რომ შუქურების მუშაობას პორტებში უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს. მსოფლიოს სხვადასხვა პორტში გემები ძირითადად ლოცმანებს შეჰყავთ. ისინი შუქურას საშუალებით ადგენენ პარამეტრებს და უზრუნველყოფენ ნავსადგომზე გემის უსაფრთხო შესვლას. თანამედროვე ნავიგაცია საკმაოდ განვითარებულია და დღეს მიუხედავად ყოველივე ამისა, მაინც აუცილებელია და ზოგადად საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნა არის, რომ არსებობდეს გემის ადგილმდებარეობის განსაზღვრის ალტერნატიული მეთოდები და მათ შორის შუქურები, ეს არის ტრადიციული საშუალება. შეუშლის თუ არა ხელს შუქურასთან აგებული ღამის კლუბი გემებს. ჰიდროგრაფიულ სამსახურში ობიექტის აგებისა და ჟურნალისტების დაინტერესების შემდეგ დაიწყეს მსჯელობა და გამოკვლევა. ბათუმის მერიაში კი ამბობენ, რომ თუ შუქურას ფუნქციონირებას ხელი შეეშლება და ამ დასკვნას ოფიციალურად რომელიმე სტრუქტურა მიაწვდის, ობიექტის მშენებელს კონსტრუქციის შეცვლა ან სულაც დემონტაჟი მოუწევს. თუ მომავალში მსგავსი რაღაც მოვლენები იქნება, რა თქმა უნდა, მე ყველას მოუწოდებ, რომ კანონმდებლობას კარგად გაეცნო და კანონმდებლობის მოთხოვნებით დააკმაყოფილონ.